უძრავი ქონების შეძენა, იჯარა თუ საინვესტიციო გარიგება ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანი ან ბიზნესი იღებს. ასეთ პროცესებში ყურადღება მხოლოდ ფასსა და ლოკაციას არ უნდა დაეთმოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთრების სამართლებრივი სტატუსი, ხელშეკრულების პირობები, ვალდებულებები და ის რისკები, რომლებიც გარიგებას შესაძლოა თან ახლდეს. ჩვენ სტუმართან, იურის თამარ ურუშაძესთან ერთად ვისაუბრებთ იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. დილამშვიდობის, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დავიწყოთ პირველ რიგში აი მე და ჩვენმა თანამოქალაქეებმა რა უნდა ვიცოდეთ, სანამ უძრავი ქონების შეძენას გადავწყვეტთ. რა არის ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი რისკები, რაც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს და ცნობიერება იყოს ამის შესახებ მაღალი საზოგადოებაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა ამ თემის დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. ნამდვილად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანისთვის, როდესაც უძრავ ქონებას ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დავასრულეთ ის რისკები, შეიძლება სამომავლოდ ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოიშვას. პირველ რიგში, რასაც თითოეულ მოქალაქეს ვურჩევ, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ განსაზღვროთ ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. მინიმუმ უნდა ვიცოდეთ, ანუ ლოკაცია, როგორც ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიცოდეთ ფასიც, თუმცა ამის მიღმა აუცილებელია, რამდენად იმ ადამიანისგან ვყიდულობთ, ან იმ კომპანიისგან ვყიდულობთ, ვინც უფლებამოსილია, რომ განკარგოს აღნიშნული. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რასაც ჩვენ ვკისრულობთ. ამავდროულად არის აუცილებელი, რომ ყურადღება გავამახვილოთ ადგილმდებარეობაზე, სახელშეკრულებო პირობებზეც, რა ვადაში უნდა ჩავგვარდეს აღნიშნული უძრავი ქონება, თუ ჩვენ თქვათ დეველოპერული პროექტიდან ვყიდულობთ მშენებარე უძრავ ქონებას და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაიმე რისკები დავახომ არ ახლავს აღნიშნულ უძრავ ქონება, შეიძლება ის იყოს მემკვიდრეობით მიღებული, რა საფუძვლით არის რეგისტრირებული და რამდენად განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი არის მხარე. მოდი თავიდან დავიწყოთ. თქვენ ახსენეთ, რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სწორედ იმ ადამიანისგან ვყიდულობთ თუ არა, ვინც არის მფლობელი. სად უნდა გავარკვიოთ და აი რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვს მყიდველს გამყიდველისგან? დიდი მადლობა კითხვისთვის. პირველი რაც უპირველე ყოვლისა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის საჯარო რეესტრის მონაცემების გადამოწმობა, იმიტომ რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმპცია ჩვენ ვენდობით იმ მონაწერს, რომელიც ფიქსირდება, იქ არის დაფიქსირებული ვინ არის მესაკუთრე, ამავდროულად საფუძვლები რის საფუძველზე აღირიცხა მის სახელზე. ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ იპოთეკა ხომ არ ადევს გირავნობა, ყადაღა, აკრძალვა და ამავდროულად ხომ არ არის, ვთქვათ, სასამართლო დავა გამოვითხოვოთ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან. ეს არის მინიმალური სტანდარტი, რაც შეიძლება რომ დავიცვათ. ამავდროულად თქვენ ახსენეთ რა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა აქვს მხარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება იდება, მხარეს აქვს უფლება რომ მოითხოვოს გამყიდველისგან ყველა არსებითი ინფორმაცია, რაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. მისი მდგრადობის შესახებ ინფორმაცია, ამავდროულად ინფორმაცია თუ რა სამართლებრივი, თქვათ, დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს ბანკში, ხო არ არის, თქვათ, უზრუნველყოფით ჩადებული. და ეს არის ამავდროულად ნაკლი ხომ შეიძლება გააჩნდეს. ხონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, რომ ვიზუალურად ამ მონაწერით ყველაფერი წესრიგშია, დათვალიერების შედეგადაც საცხოვრებელ სახლთან მიმართებით პრაქტიკაში რაც ყოფილა, რომ შეუძენიათ, თუმცა მე გამოვლენილა, რომ ამ უძრავ ქონება შეიძლება გააჩნდეს ისეთი ნაკლი, რომელიც საცხოვრისად ვერ გამოიყენებს და ეს ძირითადად ეხება ავარიულ შენობებს, მაგალითად გრადობის ნაწილი, რაც პრობლემური შეიძლება იყოს. ამის გადამოწმებად შეგვიძლია მოქალაქეებს თავისუფლად იურისტის ჩართულობის გარეშეც, მაგალითად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თბილისის ტერიტორიის მერიაში გადავამოწმეთ, რამდენად მდგრადია აღნიშნული უძრავი ქონება და რაიმე არსებითი ნაკლი ხომ არ ახლავს. თუმცა აუცილებელია, რომ გამყიდველმა მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია იმისთვის, რომ ნასყიდობა შედგეს ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები. აი, ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უძრავი ქონება მინდობილობით აქვს მიცემული რომელიღაც კონკრეტულ პირს. აი, აქ თუ მაინც არსებობს რაღაც რისკები, მაგალითად იმისა, რომ შეიძლება რაღაც მიმართულებით
მივეცი მე მინდობილობას ნინოს, მაგრამ ეს არ მოიცავდა, მე არ მიფიქრია, რომ მას შეუძლია ჩემი უძრავი ქონება გაყიდოს. აი ამ შემთხვევაში თუ არსებობს რაღაც რისკი, რომ მაგალითად მე რო შევიძენ ბინას მინდობილი პირისგან, რეალურად შემექმნას პრობლემა, შემდგომ უშუალოდ მფლობელისგან რომ მე არ ვყიდდი და აი ამ შემთხვევაში როგორ რა ხდება ხოლმე? პრობლემური საკითხი არის ერთი შეხედვით, იმიტომ რომ თუ ზუსტად არ წერია მინდობილობაში, ანუ რა უფლებამოსილებას გადაანდობს მხარეს, აქ შეიძლება რისკი არსებობდეს, იმიტომ რომ ერთი მხრივ ვინც ანდობს უფლებამოსილებას, ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კეთილსინდისიერად მიუძღვება ეს თავისი ინტერესების დამცველი ამ პროცესს და მეორე მხრივ ვინც ყიდულობს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს უფლებამოსილება ამ პირს გააჩნია. მინდობილობაში თუ პირდაპირ წერია, რომ უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება აქვს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფლებამოსილია ეს პირი, რომ განკარგოს და მსგავსი ტიპის გარიგებას არანაირი სამართლებრივი რისკი არ უდგას. თუმცა თუ იქ მხოლოდ ანუ არ წერია განკარგვა, გაყიდა, გასხვისება და ასე შემდეგ, არა უფლებამოსილია და შესაბამისად არც წესით საჯარო რეესტრი არ დაარეგისტრირებს მსგავს გარიგებას. თუმცა მინდობილობის მიცემის პროცესში უნდა შევამოწმოთ რა რაზე ვაძლევთ რა ვადით ვაძლევთ ამ უფლებამოსილებას და რაზე ვაძლევთ კონკრეტულად. ეს შეიძლება იყოს მოვლა პატრონობა, განკარგვა, გაქირავება და სარგებლობით გაცემა, მაგრამ არა განკარგვა, რომელიც გულისხმობს გასხვისებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და თან აქ არსებითად მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც იდება ამ ტიპის მინდობილი პირი დებს ამ ტიპის ხელშეკრულებას, ის თვითონ იყოს კეთილსინდისიერი და იმოქმედოს იმ პირის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელმაც აღნიშნული მინდობილობა გადასცა. რა რისკებს შეიცავს, მაგალითად, ადრე იყო, მე მქონდა შემთხვევა, უბრალოდ ჩემ მეგობარს და ძალიან დიდი პრობლემატური საკითხი წარმოიქნა მე მშენებარე ბინების შეძენისას, აი თქვათ, იყო ადრე უფრო ალბათ ხშირი შემთხვევები, იყო, როდესაც ერთი და იგივე ბინა რამოდენიმე მესაკუთრეზე იყო ხოლმე გაყიდული და იყო მე დავა უკვე მესაკუთრეებს შორის ხდებოდა სერიოზული კონფლიქტური სიტუაციები და აი როგორ ვითარებაა დღეს არის ესეთ შემთხვევები თუ არა კიდე და როგორ შეიძლება რომ აი ამისგან დავიზღვიოთ თავი რომ აი ეგეთ გაუგებარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. დიახ. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაუდგა ეს პრობლემა დღის წესრიგში და დღემდე არის აქტუალური, იმიტომ რომ ერთია რომ ფულს იხდის მოქალაქე გონია ადგილზე დაათვალია რა მივიდა ნახა რომ ეს უძრავი ქონება ამონაწერიც გადაამოწმა, თუმცა ფაქტობრივად არ აღმოჩნდა ის უძრავი ქონება, რომელიც რეალურად მან შეისყიდა, რაშიც ფული გადაიხადა. არის შემთხვევები, რომ დეველოპერულ პროექტებშიც წინარენასყიდობის ხელშეკრულებები არიდება და ჩვენ ვიცით, როცა ესეთ დეველოპერული პროექტია, სადაც წინასწარ მშენებლობის ეტაპზე ვყიდულობთ საკუთრებას, რთულია დავაიდენტიფიციროთ კონკრეტულად რომელი, ვთქვათ, უძრავი ქონება არის ჩვენი სამომავლო საკუთრების საგანი. და ამ შემთხვევაში ზუსტად ეგეთი მოცემულობა იქმნებოდა, როდესაც რამდენჯერმე გადაყიდვის ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი ფაქტები იყვნენ და მოქალაქე, რაც ბოლო პრაქტიკაში მახსენდება, ახლა ზუსტად მომართვიანობის კუთხით იყო ესეთი შემთხვევა, რომ იყიდა, დასახლდა და მე აღმოაჩინა, რომ თურმე ეს ქონება სხვაზეც იყო გაყიდული. ერთი რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში იყოს გაფორმებული და რეესტრში დადარდეს ზუსტად, ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობა რეალობას, რასაც სამართლებრივად ყიდულობთ, ნამდვილად შეესაბამება თუ არა. აქ ძალიან მარტივია, პროექტი არის შეთანხმებული, სამშენებლო პროექტი, განშლა არის გაკეთებული და ვიცით ზუსტად სად მდებარეობს ის საკუთრება, რაზეც ჩვენ დაინტერესებული ვართ და უნდა ამ ნაწილში სავარაუდოდ სამართლებრივი მხარდაჭერა წესით უფრო მეტად უნდა დასჭირდეს, როდესაც მშენებარე უძრავ ქონებას ეხება, იმიტომ რომ იქ უნდა შევისწავლოთ დეველოპერული პროექტი, რამდენად არის სანდო, რამდენად რისკებს შეიცავს, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მსგავსი ფაქტები ქონია, ვთქვათ, კომპანიებს და წინასწარ ხო არ უნდა დავაზღვიოთ და შესაძლებელია აბსოლუტურად ფაქტობრივი მოცემულობა გადავამოწოთ სამართლებრივად პროექტის შესაბამისად, ნებართვის შესაბამისად და იმ განშლის შესაბამისად, რაც საჯარო რეესტრში ფიქსირდება. დღეს მე მგონი უკვე ეს პრობლემა აღარ არის, თუმცა შეიძლება არის და ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, მაგრამ იყო მაგალითად, როდესაც არ სრულდებოდა მაგალითად შენებარე პროექტი და გრძელდებოდა წლების განმავლობაში და ადამიანები რჩებოდნენ უბინაოდ, ქონდათ
პროცესები აღებული, აი დღეს რამდენ ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას? არა, დღეს უფრო ნაკლებად არის, რადგან თითქმის ყველა ცნობიერებაც უფრო გაიზარდა მოქალაქეებში, მე როგორც ვიცი და ძირითადად ყველა ეს მსხვილი და ჩვენ ქვეყანაში ვინც ოპერირებს დეველოპერები გარანტიად უდგას ბანკი და ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები არის და კანონიც უფრო არეგულირებს ამ ნებართვას ისე კი იღებენ, მაგრამ უფრო არის კანონის აი ზუსტად ეგ უნდა მითხრათ, ცნობიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზუსტად ესეთი ტიპის ჩართულობაც, თუნდაც როცა ინფორმაციას იღებს მოქალაქე, რისი უფლება აქვს, თუნდაც მსგავსი ტიპის გარიგების გაფორმების დროს. ლიკამ სწორად აღნიშნა, რომ აქ მნიშვნელოვანია გარანტორი ბანკი არის, როგორც წესი, იმიტომ რომ ბანკს აქვს იმის, ვთქვათ, ფინანსური რესურსი და ჩვენ გვაქვს იმის მოთხოვნის შესაძლებლობა, ვინ აფინანსებს ამ კონკრეტულ პროექტს და რამდენად მდგრადია ფინანსური თვალსაზრისით. ერთი ეს არის, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, ახლა რა პრაქტიკაში რა გავრცელებული პრობლემებია, რომ წინარენას ყიდობის ხელშეკრულებები, რაც ანუ, როდესაც ჯერ დასრულებული არ არის, გაშლა გაკეთებული არ არის და ისევ ყიდულობთ უძრავ ქონებას, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მსხვილი დეველოპერული კომპანიებიც კი არ არეგისტრირებენ ხოლმე და მხოლოდ შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე დებენ ხელშეკრულებას. იქ რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულება სამართლებრივი ძალის არის, ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უძრავ ქონებაზე რომ წარმოგვეშვას საკუთრების უფლება, აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს რეესტრში. და ეს ფაქტობრივი უზუსტობებიც რო არ იყოს რეესტრი ხომ ამოწმებს რამდენად არის ეს ფართი თავისუფალი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ არ მხოლოდ შიდა დოკუმენტაციის ციას დავჯერდეთ დეველოპერთან და ისე გავაფორმოთ ხელშეკრულება, არამედ მოვითხოვოთ მისი რეესტრში რეგისტრაცია. და კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგალითად მე ესეთი, როდესაც ადამიანი ყიდულობს უძრავ ქონებას, უძრავი ანუ კომპანია უგზავნის მას ხელშეკრულებას, პირველად ხელშეკრულებას გულისხმობ, სადაც დიდად ბოლომდე არ ვკითხულობთ ხოლმე ხშირად, ან ვერ ვიგებთ, ან არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ისე წერია, რომ შეიძლება ეს არ აღმოჩნდეს პრობლემა. აი მაგალითად ყველაზე გავრცელებული პრობლემა დღეს რაც არის ვადები. აი თუ როდესაც ამბობენ რომ 2 წელიწადში ჩაგვარდება, ხშირად 2 წელი ხდება ხოლმე 4 წელი. აი ეს პრაქტიკა გვაქვს და შესაბამისად იქ წერია მაგალითად, როდესაც თუ ხელშეკრულების პირობები ირღვევა, პირგასამტეხლო რამდენი უნდა გადაგიხადოს კომპანიამ, მაგრამ არ არის ხოლმე დაკონკრეტებული რაღაც 0.რაღაც% წერია, ოღონდ რა ვადაზეა, როგორ არის, ეს არ არის კონკრეტებული. ხშირად არის ხოლმე კიდევ, ახლა აი მე ჩავყევი. ხშირად არის ხოლმე კიდევ აი კი ბატონო სახლი შევიძინე, მაგრამ აი სახლის პერიმეტრზე არსებული მიწის ნაკვეთი ვის მფლობელობაშია, რა შეიძლება იქ გაკეთდეს, მისასვლელი აქვს თუ არ აქვს. მაგალითად მე უბრალოდ ჩემ სახლამდე მისასვლელად თუ პარკინგს არ შევიძენ, შემიძლია მივიდე თუ არ შემიძლია. აი ბევრი დეტალი არის ხოლმე, რასაც შეძენამდე ასე ყურადღებას ხელშეკრულებაში წერია, მაგრამ არ ვაქცევთ და მე აღმოჩნდება ხოლმე პრობლემა. ამ შემთხვევაში თქვენი რეკომენდაცია რა იქნება? სანამ შევიძენთ მაგალითად ბინას, ხომ არ ჯობია რომ აი მაგალითად იურისტთან გავიაროთ კონსულტაცია, ჩავრთოთ, იმიტომ რომ ერთი არის ძალიან მარტივია დღეს აი თქვენც მე როგორც ვიცი წლებია ხართ საჯარო სამსახურში ქონდათ გამოცდილება მე კერძო სექტორში და ახლა გადაწყვიტა რომ თავის პირადი საკონსულტაციო ბიურო გააკეთოს, რაც ამარტივებს იმას, რომ მე ჩემთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს პროფესიონალის დახმარება სხვადასხვა საკითხებში. აი ამ შემთხვევაში არის ამის შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგმართონ. არის აუცილებელი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის იურისტის საწყის ეტაპზე ჩართულობა. ზოგჯერ გონიათ, რომ როცა პრობლემა წარმოეშვებათ, მხოლოდ მაშინ არის იურისტის ჩართულობა აუცილებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ პრევენციულადაც თუ ჩაგვთავენ იურისტებს სამართლებრივი შესწავლა და რისკების იდენტიფიცირება გაცილებით ადვილია. თუნდაც თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ან კომერციულ ფარგლზე ხელშეკრულებას ვხვდებით, მეორე მხარეს გვყავს ისეთი ძლიერი სუბიექტი, რომლის კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს ამ ტიპის გარიგებების დადება და აქ შეიძლება ფიზიკურ პირს ნაკლები განათლება გააჩნდეს ან ინფორმაცია იმ სამართლებრივი ტერმინოლოგიის გააზრების და შეიძლება ისეთი ამ სტანდარტულ ხელშეკრულებებში, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დეველოპერი გვთავაზობს
არსებობს. არის ხოლმე მისი ინტერესების დაბალანსება უფრო მეტად ვიდრე მეორე მხარის. როდესაც იურისტი ერთვება ამ პროცესში სწორად განსაზღვრავს რა შეიძლება ამას რისკი ახლდეს და ამავდროულად განსაზღვრავს რა არის გამოსავალი და რა აქცენტები უნდა დაისვას ხელშეკრულებაში. მათ შორის პირდასამტეხლოს ნაწილი, ზიანის ანაზღაურების ნაწილი, თუ აღმოჩნდა რომ ნივთი ნაკლიანი არ პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის და თუნდაც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის შესაძლებლობა. ასევე რაც აღნიშნეთ, ხშირია შემთხვევები, როცა ვყიდულობთ გარკვეულ მიწის ნაკვეთს, თუმცა თუნდაც ფუნქციური თვალსაზრისით იქ არ შეიძლება ის მიზნობრიობა მშენებლობის განვითარდეს, რასაც ჩვენ გვინდა აი კომერციული ფართი შეიძლება არ გამოვიდეს, ან საცხოვრის მიზნობრიობით ყიდულობთ და იქ საერთოდ არ არის მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელი. თუნდაც რომ გზა შეიძლება სერვიტუტით ან აუცილებელი გზის დატვირთვა იყოს შესაძლებელი და საჭირო კონკრეტული მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან. ეს ყველაფერი არის წინასწარ აბსოლუტურად შესწავლადი, არა მარტო ფიზიკურ პირებზე რო ვისაუბროთ, თუნდაც ბიზნეს სუბიექტებზეც რო გავამახვილოთ ყურადღება, მნიშვნელოვანი არის ესეთი მსხვილი ინვესტიცია, როდესაც იდება წინასწარ სამართლებრივი რისკი შეფასდეს და აქ თავისუფლად შესაძლებელია სამშენებლო განვითარების თვალსაზრისით, ქალაქგეგმარებითი კუთხით და სხვა ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით განსაზღვროთ ის რისკები, რაც შეიძლება სამომავლოდ დავასრულოთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. იურისტის ჩართულობა ეს ცხადია პრევენციულ დონეზე უპრიანი და მნიშვნელოვანი. სამი დეტალებია, რომელიც გასათვალისწინებელია და ჩემი აზრით აუცილებელია მიმართო იურისტს, რომ იყოს შვიდად, რომ არ შეგემთხვას ის არასასურველი მდგომარეობაში შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ არ ხშირია. ჩვენი ესე ვთქვათ, სტუმრობის დრო იწურება უკვე და ძალიან მინდა ბოლოს გკითხოთ, მე აღვნიშნე, რომ თქვენ აი ეს საჯარო სექტორიდან და კერძო ბიზნესიდან ახლა თქვენი პირადი მიმართულება დაიწყეთ. და აი მაგალითად მე ნინოს ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს როგორ შეგვიძლია, რომ თუნდაც აი რაცაც ახლა ვისაუბრეთ, თქვენთან თქვენი დახმარება მივიღოთ, ესე რომ ვთქვათ. მადლობა, რომ მომეცით ამის შესაძლებლობა. გითხრათ, დიახ, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, რომ წლების განმავლობაში ფაქტობრივად 15 წელზე მეტია უკვე საჯარო სექტორში და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება მაქვს და ეხლა დადგა ის ეტაპი, რომ ჩემი იურიდიული საკონსულტაციო კომპანია მარელ ჯგუფის შევქმენი და ამ მიმართულებით პოზიციონირებ უკვე იურიდიულ ბაზარზე და თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაინტერესების შემთხვევაში და ნებისმიერ მოქალაქეს თუ თვლის, რომ წინასწარი რისკების იდენტიფიცირება სჭირდება, ან შემდგომში მხარდას სჭირდება პრობლემების თვალსაზრისით, უძრავ ქონებასთან მიმართებით თუ ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით შეუძლია რომ მოგმართოს და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენგან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს გამართულ ხედვას და სამართლებრივ მხარდაჭერას მიიღებთ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ყველაფერზე დღეს ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ და ამიტომ კარგი იქნება თუ იურისტს მიმართავთ, სანამ ესეთი თამნა კიდევ იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმარი უკვე სხვა მიმართულებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან საინტერესო რეკომენდაციები მიიღოთ. ინფორმაცია მივიღეთ. კი ბატონო.